ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ბობოყვათში. ეს არის მდინარე დეხვა. ამ დროისთვის სოფელში ირიცხება დაახლოებით 1200 კომლი. წყალის ადიდების დროს წყალი დიდდებოდა და შედიოდა, იტბორებოდა ეზოები როგორც კულტურის სახლის, ასევე ამბულატორიის, ასევე ბინების. Რამოდენიმე სოფელი არის დამოკიდებული ამ ხიდზე, ეს ხიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ამ სოფლისთვის, აი ამ ადგილზე ახლა რასაც ხედავთ, იყო დიდი მორევი, რაც საფრთხეს უქმნიდა პირველ რიგში თვითონ ხიდის ხიმინჯებს, სამაგრებს. აქ იყო ძველი ხიდი ხიმინჯებით ჩანა, რომელიც 1991 წლის წყალმოვარდნამ დაშალა. მოხდა მდინარის კალაპოტის გადიდება, გაფართოვდა კალაპოტი. მდინარიდან ინერტული მასა ამოღებული ქვაღორღი მოეყარა ასე ვთქვათ გვერდებზე, რამაც გაამაგრა ასე ვთქვათ კედლები და ერთ-ერთი პრევენცია იყო ის, რომ აღარ ხდება ასე ვთქვათ წყალის შეგუბება და წყალი გაედინება თავისუფლად.